ხალხში ვდგავარ. და მე ხალხში ვიდეკეთელი ჩემი ცხოვრება. ტაძარში ვეზადებოდი ნათლობის ჩასატარებლად, ნათლობა ჩამოტარებინა ბავშვი და მომენათხა ტაძარში და რომ დავინახე ჯგუფი რომ მოდიოდა რაღაც დავინახე, შევედი ოთახში. რაც მომრიდებოდი, რაღაც ძალიან ყვიროდნენ, დიდი ხანი იმზადებოდნენ, გაჩერდნენ და მივხვდი ტაძართან ჩერდებოდნენ და რაღაც შინაგან რო იგზნო, რომ რაღაცა შენ გამოწვევას აპირებენ და ამიტომ მომერიდე რაღაცა და შემოვედი ტაძარში. რო შევედი ოთახში, იქიდან მე ეს მისხმები რომ შემოღალატე რაღაც მამა ვაკე რაღაც საშინოებს იცახნა რომ გამოდი გარეთ შეგეშინდა ჩვენი რაღაცა მე გამოვედი გარეთ. როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა ეკლესია შეიძლება ესე მოექცეთ? პატრიარქის რო აგინებდნენ, აი პატრიარქს რო აგინებდნენ, ტელევიზიიდან არ აგინებდი პატრიარქს. ბავშვები მოდიან, ბავშვები მოდიან, რომლებიც წირიან სკოლაში. მე არ ვძალადო. სკოლაში რო ერთმანეთს გადაკიდეთ ბავშვები. აქტივია ტირი. ტაძრიდან გამოსულ სასულიერო პირს თბილისში ჭავჭავაძეზე ფსევდოლიბერალური ჯგუფი დახვდა. მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, უყვიროდნენ და ეძახდნენ მოღალატეს. დეკანოზის წინააღმდეგ მოწყობილი ეს პროვოკაცია კარგად დაგეგმილი სცენარის ნაწილი აღმოჩნდა. და ამათ მიმოწერებში უკვე დიდი ხანი ამბობ რომ ამაშოვას ტაძარში მივუვარდეთ, რაღაცას გამოვათროთ ამ ტაძარს, აი შიდა მიმოწერებში ამას ძალიან ხშირად და 1000 SMS-ი მომდის ხოლმე შენ განახებს ერთს ასგიზამ და თავს წაგაძრო და ეს რაღაცე ძალიან ბევრი SMS-ი მომდის და ამით გამით სულ მუქარა სულ იყო და სულ იყო მზადება ამას ჩვენ ტაძარში მოვარდნილიყო. ყველაზე აი ისეთი მიუღებელია რომ მოღალატეს გეძახენ თვითონ ის მნიშვნელობა ადამიანს ხონდა გესმის და მოღალატე. თელი ჩემი ცხოვრება ცხოვრობ ამ ქვეყნის ჩემი ერისთვის, ჩემი სამშობლოს ქრისტესთვის და ღვთისმშობლისთვის და წმინდანებისთვის. მომრავი რამე შეცდომა დამეშვია ჩვენ ცხოვრებაში ყველა ადამიანი, მაგრამ მე დედა ღვთისმშობელი და მაცხოვარი ძალიან მიყვარს და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს და ერთადერთი ჩემთვის წითელი ხაზია მოღალატე. აი ჩემ წითელი რაღაც ხო რაღაც წითელი ხაზი არსებობს. აი ეს არის ჩემ წითელი ხაზი. ეკლესიაზე, დეკანოს შალვა კეკელიაზე და სასულიერო პირებზე თავდასხმას ვერაფერს დავარქმევთ გარდა ერთის. ბრძოლა ფაშისტური მეთოდებით ამჯერად ფსევდოლიბერალების სახელით. ყველაზე ცუდი ტენდენცია, რაც ეს ბოლო წლები უკვე გამოიკვეთა, არის ის, რომ აი როგორც კომუნისტების დროს იყო, ეკლესიის ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, პატრიარქის მაგინებელი, ევროპა ესე გინდა ეკლესიის ნგრევით და ხალხის შეურაცხყოფით. ევროპა რა არის? ჩემთვის ევროპა რა არის? ევროპა არის ადამიანის აზრის პატივისცემა და შეიძლება ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ ადამიანს განსხვავებული აზრი